დაგიბრუნდით პირადის თემებთან დაკავშირებით. დღეს ვნახოთ კონკრეტულად ჩაფიქრებული პიროვნება, რამდენად სერიოზულად არის შენდამი განწყობილი, ან რაიმეს ცვლილებას უკეთესობისკენ აპირებს თუ არა. არსებული გაშლა არის მათთვის, ვისაც უჩვენებს და ზოგადად ვინც იმყოფება ურთიერთობაში, ან არის საწყის ეტაპზე ურთიერთობების კუთხით. შესაბამისად ვნახოთ ენერგობალანსირებისთვის მოწონება, კომენტარი, გაზიარება, ჩემი არხის გამოწერა სურვილისამებრ არ დაგავიწყდეთ. პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. ჩაფიქრებული პიროვნება რამდენად ხშირად ფიქრობს თქვენზე და რამდენად სერიოზულად არის განწყობილი თქვენთან მიმართებაში. ნახეთ, აქ რასაც მიჩვენებს სიტუაციას, ხშირად ფიქრის მდგომარეობა კი ნამდვილად აქვს არსებულ ადამიანს, უბრალოდ პრობლემა არის ის, რომ ხშირად უჭირს გადაწყვეტილებების მიღება, თითქოს საკუთარ თავში ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რას აკეთებს და როგორ მოიქცეს. აქ პირდაპირ მიჩვენებს შიში პასუხისმგებლობის ზედმეტად აღების და ზედმეტად მიჯაჭვულობა გარკვეული სიტუაციებისადმი. თითქოს მას მიაჩნია, რომ რაღაცა მომენტში ემოციების გამოხატვა, ან თუნდაც სიყვარულის ან თუნდაც გარკვეული სახის სითბოს გამოვლინება არის სისუსტის მაჩვენებელი. შესაბამისად, ხშირად შესაძლებელი არის თავს იკავებდეს, მომენტში შეიძლება უხეში იყოს, მომენტში არაპროგნოზირებადი იყოს, ანუ შიშები აქვს ძალიან ბევრი არსებულ ადამიანს. იდეაში ფიქრის მდგომარეობას, რასაც მიჩვენებს, ხშირად ფიქრობს კი შენთან მიმართებაში, უნდა გარკვეული სახის სიტუაციები, უბრალოდ ვერ რისკავს გარკვეული კუთხით. რამდენად ფიქრობს ეს ადამიანი, რომ სამომავლო თემებში მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება, სერიოზული კუთხით, რომ წინ წაიწიოთ არსებულ ურთიერთობაში. აი აქაც ავტომატურად ირთვება მისი ემოციების მდგომარეობა, თითქოს აკვირდება სიტუაციას, აი ეხლა ცოტა ხანი დაველოდო, რაღაცა იქნება შეიცვალოს, ეხლა რაღაცას გავაკეთებ. ანუ თემა არის ის, რომ თავში 1000 აზრი უტრიალებს და ქმედებაში არ ახორციელებს იმას, რაც საჭირო არის. მომენტებში შეიძლება გარკვეული სახის პაუზებზე გავიდეს, ან მომენტებში შეიძლება მოგეჩვენოს, რომ არის გაციებულ პოზიციაში. ვნების თემა რეალურად არის, სურვილები არის, მაგრამ მისი პრობლემა არის ის, რომ ვერ რისკავს და არ იცის როგორ მოიქცეს. დროში გიწელავს პროცესებს, არც გეშება სიტუაციურად ბოლომდე, არც რაიმე ისეთი ჩასაჭედი არ გაქვს. ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის უახლოეს პერიოდში ძირითადად ტრიალებთ იმ წრეზე, რომელშიც იმყოფებით. სურვილები არის შენდაყოფნის, სურვილები არის სტაბილურობის, მაგრამ აქ არის პასუხისმგებლობების აღების შიში იმას, რომ პირობითად რაღაცა უფრო მეტად სერიოზულში გადაიზრდება, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს არსებულმა ადამიანმა და ამჯობინებს, რომ მომენტებში ცოტათი განზე გადგეს, ან გაციებულ პოზიციაში იყოს. ასე რომ მეტად დაფიქრდით, რას აპირებთ არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ეცადეთ ემოციები გააკონტროლოთ, მეტად იყოთ გაწონასწორებულ პოზიციაში და ერთხელ და სამუდამოდ გაერკვეთ ურთიერთობაში რა როგორ იქნება, იმიტომ რომ ინიციატივით თქვენ თუ არ გამოიჩენთ ინიციატივას და რაღაცა მომენტებში ცოტა უფრო მეტად კაცრად არ მივდექით, უბრალოდ გამოდის, რომ სიტუაციებს შეგაგუებთ ეს ადამიანი.